ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი. მოწევა მამნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის. ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში 12 მარტს გამთენიისას მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ბოლო მონაცემებით მეწყერმა დაახლოებით 60 ჰექტრამდე ტერიტორია მოიცვა და მთლიანად დაანგრია 10-მდე საცხოვრებელი სახლი. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის, არც არავინ დაშავებულა. თუმცა ეკონომიკური ზარალი არის აუარება. დახოცილია სასოფლო-სამეურნეო ცხოველ ფრინველი. დაზიანებულია საკარმიდამო ნაკვეთები, სასაფლაო, საავტომობილო გზა და მთელი ინფრასტრუქტურა. წყალგაყვანილობა, ელექტროგადამცემი ხაზები და ბოძები. მეწყრული ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით ტერიტორიიდან ათეულობით ოჯახი გაიყვანეს. დაზარალებულების დროებით განთავსებას სასტუმროებში და სხვა საცხოვრებელ სივრცეებში ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფები და შესაბამისი ტექნიკა. პარალელურად გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების რამდენიმე ჯგუფი ვითარებას ადგილზე სწავლობს. სპეციალისტების განცხადებით, სავარაუდოდ მოხდა ძველი მეწყრული სხეულის რეაქტივაცია, რაც ნიშნავს, რომ პროცესების შესაძლოა გარკვეული დროის განმავლობაში კვლავ გააქტიურდეს. ამ ეტაპისთვის მეწყერი ისევ აქტიურია და სპეციალისტები სტიქიის ზონის გაფართოების რისკებზეც საუბრობენ. თუმცა სოფელ კურსებში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გააჩინა კითხვა, რატომ აღმოჩნდა მუნიციპალიტეტი ამ საფრთხისთვის მოუმზადებელი. მაშინ როცა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის მონაცემებით, იმერეთის რეგიონში ყველაზე გავრცელებული საშიში გეოლოგიური პროცესი სწორედ მეწყერია. სააგენტო სოფელ კურსებში მეწყრის მაღალი რისკის შესახებ პროგნოზებს ჯერ კიდევ 2022 წლიდან აკეთებდა. უწყებაში აცხადებენ, რომ რისკები შეფასებული იყო და შესაბამისი ინფორმაცია საჯაროდაც იყო ხელმისაწვდომი. ამ ფონზე კითხვები ჩნდება ადგილობრივი თვითმმართველობის პასუხისმგებლობაზეც. ჩვენ დავამონიტორინგე და დავწერეთ, ხო? კი. და ეს ბიულეტენი როგორც საჯაროა და დადებულია საიტზე, ისევე ეგზავნება ყველა, შესაბამის, რა თქმა უნდა, უწყებასაც, ვისთანაც ბმაშია ეს თემები. ამიტომ რა გავაკეთეთ? აი, ცალსახად ჩვენი თემა არ არის, ნახე, იმიტომ რომ მანდ უკვე მოქმედებები სხვა შესაბამის მუნიციპალიტეტები იქნება ეს თუ სხვა სამსახურები, უფრო მათთან აი, ალბათ ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან და დარეკო. როგორც ახლა არის შტაბი, სპეც, პოსტფაქტუმ, მანამდეც ხო რაღაც სამუშაო ჯგუფები სამინისტროს გარემოს სააგენტოდან თუ არ უნდა იყოს ჩართული ამ სამუშაო ერთი მაინც. ამოწმებენ დებენ შესაბამის დასკვნებს და შეფასებებს და მე ამ შეფასებების საფუძველზე უკვე შესაბამის სამსახურები უნდა მიიღონ გარკვეული გადაწყვეტილებები იქნება ჩვენი პასუხისმგებლობა ეგ არ არის ჩვენგან არის რომ ჩვენ შევაფასებთ და გადავეცით შესაბამის სამსახურებს იქ არის სიტყვაზე განსახლების ნაწილში სხვა უწყება ერთვება არის სიტყვაზე ტოლულთა და განსახლების სამსახური არის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი პირველ რიგში რა თქმა უნდა ნებისმიერ შემთხვევაში არა მარტო ეხა ამ მუნიციპალიტეტზე საუბარი ნებისმიერ არის ასევე ეკონომიკის სამფიცი ბიუჯეტურ ნაწილს სადაც განსახლება ანუ სხვადასხვა უწყება არის სხვადასხვა რაღაცაზე პასუხისმგებელი ცალსახად რა გაკეთდა იმის მერე ჩვენ გავეცით რეკომენდაცია და ის რეკომენდაციები უკვე შესრულება ჩვენზე არ არის და პირველ რიგში წესი ალბათ უნდა მოიკითხო მუნიციპალიტეტთან რა გაკეთდა მას შემდეგ ნახეთ გაეცით რეკომენდაციები ამ რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგიც არ არის თქვენი ვალდებულება ანუ და წელიწადში ორჯერ კეთდება ეს მონიტორინგი და ჩვენ შესაბამისად ხდება ხო რა გაკეთდა თუ არ გაკეთდა ის ხდება და მე შემდეგ ბიულეტენში დაიტანება სიტყვაზე ვამბობ თუ რამე ესეთი ინფორმაცია ყოველ შემთხვევაში ცალსახად მონიტორინგია გარემოს ეროვნული სააგენტოს უშუალო ჩართულობა ამ სიტუაციაში და მე ამ შედეგებს უკვე სხვადასხვა უწყება თავის მიმართულებით უნდა ითავისებდეს და აკეთებდეს აი აქ უკვე მე ვეღარ შემოვდივარ შესაბამისად პირველ რიგში ალბათ მუნიციპალიტეტს უნდა კითხო აი ამ ჩვენ შედეგების შესაბამისად თუ რამე გაკეთდა ან რამე აქტივობას თუ ქონდა ადგილი
რა თქმა უნდა, ვკითხეთ მუნიციპალიტეტსაც. ტყიბულის მერიის პრესამსახურის სხვათა შორის ერთ-ერთია იმ მცირეთაგან, რომელიც მედიასთან ოპერატიული და პასუხისმგებლიანი მუშაობითა და თანამშრომლობით გამოირჩევა, თუმცა ამჯერად გვითხრეს, რომ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და ჩვენი კითხვა კი არც თუ ისე მცირე მონაცემების დამუშავებას მოითხოვს, რასაც დრო სჭირდება და ხოვეს 10 სამუშაო დღე, კანონით გათვალისწინებული. თუმცა იმასაც დაგვერდნენ, რომ ეცდებიან უფრო ოპერატიულები იყვნენ და ინფორმაცია უფრო შემჭიდროებულ ვადებში მოგვაწოდონ. საბატონო ელისო, ისიც რა მაინტერესებს, მე მომართა სხვადასხვა სოფლებიდან კიდე კურსების გარდა მოსახლეობა. აი პირადად მომწერეს ახლა მაგალითად ბუეციდან, მაგალითად ზუყნურიდან, რომ ესე იგი მიწა იმდენად მივისო, რომ სახლები დაგვებზარაო და მიწაზე არსებული ნაპრალებიო იზრდებაო, აი მაგალითად თებერვლიდან ამ დრომდეო თვალითაც შეუიარაღებელი თვალითაც კიო ჩანშო რომ იზრდებაო და ამასთან დაკავშირებით რამდენად გაქვთ ინფორმაცია უშუალოდ თქვენ მუნიციპალიტეტს და შესაბამის სამსახურის ტექნიკად გასაკუთრებით და შემდგომი აკირება გატარებული. თქვენ თუ შეგიძლიათ რომ მოიწეროთ ეს ამოვიყუროთ. ამის გარდა კიდე ერთი კითხვა მაქვს და მაგასაც მოგწერთ მაშინ ელისო იქ, კარგით? ანუ კითხვა მაქვს იცით როგორი, რომ ბიულეტენში ჯერ კიდევ 2022 წლიდან გარემოს ეროვნულ სააგენტოს მაღალი რისკის ზონად აქვს შეფასებული მთელი ეს სოფლები, მათ შორის ახლა ეს კურსებიც და აი რა გაკეთდა ამაზე, ესეც მაინტერესებს. ნახეთ, მაშინ ოფიციალურ წერილში გიძლიათ გამოაგზავნოთ. გამოვგზავნი, მაგრამ რადგან ოპერატიულად გვინდა ახლა ეს რადგან ცხელი არის 10 სამუშაო დღეში, რა ვიცი, რამდენად რელევანტური იქნება ამ ინფორმაციის გაცემა. სამუშაო დღეშიც მოიწერეთ და ვეცადოთ მოვიწერები, მაგრამ ნახე რა მინდა შემოგთავაზო, ხო არ ჯობია ვინმე შესაბამისი დეპარტამენტიდან გამომიყო, ვისაც დაველაპარაკ, ანუ ვინც საქმის კუშე უშუალოდ ამ პროცესში იყო ჩართული. მოიწერეთ, თქვენ მისჩევნია, იმიტომ რომ ესეა აწყობილი ზოგადად სამსახურის სხვა არის, საჯარო ინფორმაციაზე გასასვლელი პირი სხვა არის და მომწერეთ ჯერ კითხვები და თუ საჭირო იქნება დამატებით ოფიციალური ნაწილი, შეგატყობინებთ, რომ ცოტა დროულად მოგაწოდოთ ეგ პასუხი. ხო, ოპერატიულობა არის გადამწყვეტი, ამიტომ შემოგთავაზეთ ეს ვერსიები. მინდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშზეც დაგაფიქროთ, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ ვერ უზრუნველყო ბიუჯეტის ეფექტიანი დაგეგმვა და კონტროლი. აუდიტის დასკვნის მიხედვით, რამდენიმე მიმართულებით დადგენილი სამუშაოები 29 16 და 33%-ით ნაკლებად არის შესრულებული. დოკუმენტში საუბარი ასევე წინასწარი გეგმის გარეშე განხორციელებულ შესყიდვებზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც, რომლებიც მალევე დაზიანდა და ხელახლა შეკეთება გახდა საჭირო. ახლა კი, როცა მეწყერმა უკვე ათეულობით ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დატოვა, მთავარი კითხვა ისევ აქტუალურია. შეიძლებოდა თუ არა საფრთხის ნაწილი მაინც თავიდან ნაცილებულიყო, როცა რისკი წლების წინ იყო ცნობილი. სპეციალისტები ამ დრომდე ვითარებას აკვირდებიან და აცხადებენ, რომ ტერიტორიის დეტალური გეოლოგიური შესწავლა გაგრძელდება. თემაზე მუშაობას ჩვენც გავაგრძელებთ და უფრო ვრცელ ინფორმაციას შემდეგ გადაცემაში შემოგთავაზებთ უკვე უფრო ღრმა ანალიტიკურ ფორმატში ეკოლოგების, გარემოს დამცველების და უსაფრთხოების სპეციალისტების ჩართულობით. შენ დაიწყებ თუ მე? შენ დაიწყე. ენდის სამი მსოფლიოს ქვეყნების დაპირება, რომ სათბური აირების ეროვნულ ემისიებს შეამცირებენ და ჩვენს პლანეტას კლიმატის ცვლილებისაგან დაიცავენ. ენდისი ნიშნავს ეროვნულ დონეზე განსაზღვრულ წვლილს, რომლის შესრულების პირობას დებენ პარიზის შეთანხმების მონაწილე ქვეყნები, მათ შორის საქართველო. დაპირებაში გაწერილია თუ როგორ უნდა შეიცვალოს ქვეყნის ეკონომიკა, ენერგეტიკა, წარმოება, სოფლის მეურნეობა და სხვა სექტორები ემისიების შესამცირებლად. ენდისის შემუშავება კომპლექსური პროცესია, რომელიც მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის, ექსპერტებისა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით მიმდინარეობს. საქართველომ უკვე დაიწყო ჩვენი მესამე ენდისის შემუშავება, რომელიც გაეროს კლიმატის ცვლილების შესახებ ჩარჩო კონვენციის სამდინოს გაეგზავნება. ჩვენ მოგიყვებით თუ რას გულისხმობს საქართველოს განახლებული კლიმატური დაპირება და როგორ აისახება ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი ჩვენი ქვეყნისა და თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაზე. საქართველოს ახალი კლიმატური დაპირების მიხედვით ტყის მიერ ნახშირორჟანგის თანთქმის პოტენციალი 10%-დან 15%-მდე უნდა გაიზარდოს. ამის მისაღწევად ტყის რესურსებს მეტად უნდა გაუფრთხილდეთ, ხოლო ტყის მართვაში მდგრადი პრაქტიკა უნდა დაინერგოს.
ჭარბტენიანი ტერიტორიები და საძოვრები ასევე შთანთქავს ნახშირორჟანგს და ამ მხრივ ძალიან ძვირფასი რესურსია. NDC-3 ითვალისწინებს მათი პოტენციალის შესწავლას და მართვის მდგრადი პრაქტიკის დანერგვას. გაგიკურდებათ, მაგრამ სასოფლო სამეურნეო საქმიანობა მავნე ემისიების ერთ-ერთი წამყვანი წყაროა. კლიმატის ცვლილების საკითხები აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ყველა სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც სოფლის მეურნეობას ეხება. საქართველო უნიკალური ბიომრავალფეროვნების ქვეყანაა, რომელსაც ჩვენი მოვლა, გაფრთხილება და შენარჩუნება სჭირდება. NDC-3-ის მიხედვით საქართველოს დაცული ტერიტორიების ქსელი მინიმუმ 30%-ით უნდა გაიზარდოს, ხოლო ენდემური და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა და შენარჩუნება უფრო ეფექტიანი უნდა გახდეს. კლიმატის ცვლილებისაგან არა მხოლოდ ბუნება, არამედ საკუთარი თავით უნდა დავიცვათ. ამისათვის ზედმიწევნით უნდა შევისწავლოთ ჯანდაცვასთან დაკავშირებული საფრთხეები, რომლებიც ადამიანს კლიმატის ცვლილების გამო ემუქრება და შესაბამისი გეგმა შევმუშაოთ ამ საფრთხეების ასაცილებლად. იცოდით, რომ ემისიებით ვაჭრობა შეიძლებოდა. მსოფლიოში უკვე შეიქმნა ემისიებით ვაჭრობის მექანიზმები, რომლებსაც ბევრი ქვეყანა იყენებს. NDC-3-ის მიხედვით საქართველო იღებს ვალდებულებას, რომ ემისიებით ვაჭრობის სისტემას შექმნის და დანერგავს. კლიმატის ცვლილებასთან გამკლავება შეუძლებელია ენერგეტიკის რეფორმის გარეშე. ჩვენი პასუხია განახლებადი ენერგია, ენერგოეფექტური შენობები, სუფთა და მწვანე დასახლებები. ასეთ ქალაქში ცხოვრება ყველას მოუდებოდა. ავაშენოთ ერთად. ასეთ ქალაქში გადაადგილებაც მწვანე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მეშვეობით უნდა შევძლოთ. NDC-3 ითვალისწინებს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის განვითარებას და ფეხით სიარულისა და ველოსიპედისთვის გამართული ინფრასტრუქტურის შექმნას. ჩვენ გვჯერა, რომ მომავლის მოქალაქე განათლებული ადამიანია, რომელსაც საკმარისი ინფორმაცია აქვს კლიმატის ცვლილებაზე, გარემოს დაცვასა და მდგრად მოხმარებაზე. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები აუცილებლად უნდა შევიდეს როგორც სასკოლო, ისე საუნივერსიტეტო პროგრამებში. ხოლო სამეცნიერო ინსტიტუტებმა მეტი დაფინანსება უნდა მიიღოს საქართველოსა და რეგიონზე ორიენტირებული კვლევებისთვის. ეს ინფორმაცია ყველასთვის ადვილად ხელმისაწვდომი უნდა იყოს და ხელი უნდა შეუწყოს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას. საქართველოს კლიმატური დაპირების შესრულება ბევრ ცვლილებას მოითხოვს, რაც საკმაოდ რთულია. როგორ მოგიწევთ? ყველა ცვლილება უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის პრინციპს და ითვალისწინებდეს საქართველოს თითოეული მოქალაქის, განსაკუთრებით ეკონომიკურად თუ სოციალურად დაუცველი ჯგუფების ინტერესებს. კლიმატური დაპირების შესრულება უკეთესობისკენ უნდა შეცვალოს ჩვენი ცხოვრება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დოკუმენტის შედგენასა და შესრულებაში ყველამ მივიღოთ მონაწილეობა. ქართული ყველი, რომელსაც ვერ გაუგებ ან შეგიყვარდება. საქართველოში საუკუნეების წინ შეიქმნა პროდუქტი, რომელსაც დღესაც ცოტა იცნობს, მაგრამ ვინც იცის, ვერ ივიწყებს. მისი სახელია დამბალხაჭო. ეს არ არის უბრალოდ ყველი. ეს არის ფშავის მთებში დაბადებული პროდუქტი, რომელსაც ხალხი ქართულ პენიცილინს ეძახდა. რატომ? იმიტომ, რომ მასზე გაჩენილი კეთილშობილი ობი, პენიცილიუმი, ბუნებრივი ანტიბიოტიკია. ამბობენ, რომ წყემსები მას ფილტვების ანთების, დაღლილობისა და სუსტი იმუნიტეტის დროს მიირთმევდნენ, მაშინ, როცა აფთიაქი უბრალოდ არ არსებობდა. დამბალხაჭოს დამზადება არ არის სწრაფი პროცესი და არც ყველასთვის გასაგები. რძე გადაიქცევა ხაჭოთ, ხაჭო ფორმებად, ფორმები კი მიწაში ან ქვევრებში ინახება. იქ სიჩუმესა და სიგრილეში დრო აკეთებს თავის საქმეს. პროდუქტი რბილდება, ობდება და იღებს იმ გემოს, რომელიც ზოგისთვის გენიაა, ზოგისთვის სრული შოკი. 2014 წელს სახელმწიფომ ოფიციალურად თქვა, ეს არ არის უბრალოდ საკვები. დამბალხაჭოს დამზადების ტრადიცია კულტურული მემკვიდრეობაა. ეს ის გემოა, რომელიც ან პირველივე ლუყმაზე მოგხიბლავს, ან საერთოდ ვერაიდან. შუა პოზიცია არ არსებობს. შენ რომელ მხარეს ხარ? გაბედავ გასინჯვას? თუ ძროხის პროდუქტიულობა და ჯანმრთელობა გინდა, ყველაფერი სადგომიდან იწყება. სადგომის სწორად დაგეგმა ამცირებს ტრავმებს,
აუმჯობესებს ჰიგიენას და ზრდის რძის მიღებას. ერთ სულზე ოპტიმალური სივრცეა დაახლოებით 9 კვადრატული მეტრი. სიმაღლე კი მინიმუმ 2.5 მეტრი. ერთ ძროხასა და ერთ ხბოს ერთად 10-მდე კვადრატული მეტრი ფართი სჭირდება. გასასვლელისთვის 1.5 მეტრი უნდა გაითვალისწინოთ. საკვებური კედელს არ უნდა ებჯინებოდეს, რადგან სუნთქვისას გამოყოფილი ტენი კონდენსატს ქმნის და სინესტეს აჩენს. ამიტომ აუცილებელია მინიმუმ 1 მეტრიანი მისადგომი. ფანჯრები მოაწყვეთ სამხრეთისა და აღმოსავლეთის მხარეს. იატაკიდან მეტრისა და 20-30 სანტიმეტრის სიმაღლეზე, რომ ბუნებრივი შუქი საკმარისი იყოს. მათი საერთო ფართი იატაკის ფართის დაახლოებით მეათედი უნდა იყოს. იატაკი ოდნავ დახრილი გააკეთეთ და მოაწყვეთ ღარი ნაკელისთვის. ვენტილაცია აუცილებელია, რადგან ძროხა დღეში დიდი რაოდენობით ორთხლსა და ნახშირორჟანგს გამოყოფს. ცუდი ჰაერი განსაკუთრებით აზიანებს ხბოებს. ვენტილაციას ბოსლიდან გამოაქვს ზედმეტი ტენი და მავნე აირები, ამიაკი, ხოლო ბუნებრივი განიავება ფანჯრებისა და ღიობების მეშვეობით უზრუნველყოფს ჰაერის ცვლას ორკერი ქარის გარეშე. სისუფთავე კრიტიკულია. სველი საფენი 20-30%-ით ამცირებს ნამატს და ზრდის საკვების ხარჯს. საუკეთესოა ნამჯა ან მშრალი ნახერხი, რომელიც დროულად უნდა შეიცვალოს. ფუტკრის ოჯახის დაღუპვას 3 ძირითადი მიზეზი აქვს: შიმშილი, საკვების ნაკლებობა, ტკიპა ვაროა და მეფუტკრის შეცდომები. ყველაზე ხშირი მიზეზი სწორედ შიმშილია. საშუალო სიძლიერის ფუტკრის ოჯახს ზამთრისთვის მინიმუმ 20-25 კილოგრამი თაფლი სჭირდება. როცა ბარტყი არ არის, ოჯახს საკმარისია დაახლოებით 18 გრადუსი და თვეში 2-3 კილოგრამი თაფლი იხარჯება. მაგრამ როგორც კი დედა იწყებს კვერცხდებას, ბარტყის ზონაში საჭიროა 34 გრადუსი, რაც თაფლის ხარჯვას მკვეთრად ზრდის 4-6 კილოგრამი თვეში. დეკემბერში თაფლის მარაგი თითქოს საკმარისია, მაგრამ იანვრიდან ხარჯვა მატულობს, თებერვალში კი კიდევ უფრო იზრდება. მარტის დასაწყისში ბევრი ოჯახი მხოლოდ 7-8 კილოგრამი თაფლით ხვდება, სწორედ მაშინ, როცა განვითარება უნდა დაჩქარდეს. უამინდობის პირობებში ნექტარიც არ შემოდის და ოჯახი შიმშილის ზღვარზე დგება. ამ დროს კანდის ან მცირე რაოდენობის სიროპის მიწოდება პრობლემას ვერ აგვარებს. მარტში მხოლოდ ბარტყის გასათბობად 8 კილოგრამამდე თაფლი იხარჯება. დასკვნა მარტივია. ზამთარში სკაში უნდა იყოს მინიმუმ 20-25 კილოგრამი თაფლი, აქტიურ სეზონში მუდმივად არანაკლები 8 კილოგრამი, კარგი პრაქტიკაა თითო ოჯახზე 5 კილოგრამი თაფლის ან 2 თაფლიანი ჩარჩოს გადანახვა. გაითვალისწინეთ, თაფლი მხოლოდ ენერგია არ არის, ის ფუტკრის სიცოცხლის საფუძველია. წიწილების წარმატებული გამოცდის მთავარი პირობაა თბილი, სუფთა და სწორად მოწყობილი საფრინველი. ჰაერის ტემპერატურა არ უნდა ჩამოსცდეს +20 გრადუსი ცელსიუსის, ხოლო გარეთ აუცილებელია ქონდეთ შემოღობილი სასეირნო მოედანი ღრმა ქვეშსაფენით. აქტიური მოძრაობა პირდაპირ უკავშირდება ქათმის ჯანმრთელობას. საკვები და სუფთა წყალი ფრინველს არასდროს უნდა მოაკლდეს. ძლიერი სიცივის დროს შესაძლებელია საბუდარის დამატებითი დათბობა მარტივი საშუალებით, მაგალითად ცხელი წყლით სავსე გრელგით, რომელიც შალის ნაჭერშია გახვეული. პირველი 2 დღის განმავლობაში წიწილებს კვებავენ მაგრად მოხარშული, წვრილად დაჭრილი კვერცხით. კვება ხდება დღეში 5-6 ჯერ თანაბარი ინტერვალებით. მესამე დღიდან რაციონს ემატება ფეტვი, ახალი ხაჭო, გახეხილ სტაფილოსთან შერეული ჭინჭარი. მეხუთე დღიდან ეძლება მოხარშული და გახეხილი კარტოფილი. მეათე დღიდან კი სველი ნარევი სიმინდის, მწვანე მასის, ხაჭოსა და თევზის უმარილო ნარჩენებისგან. 2-4 თვის ასაკში წიწილებისთვის რეკომენდებულია დაბალანსებული კვება, კომბინირებული საკვები, მწვანე მასა, კარტოფილი, მინერალური დანამატები და სამზარეულოს ნარჩენები. სწორი კვება და ჰიგიენური პირობები უზრუნველყოფს მათ სწრაფ ზრდას და ძლიერ იმუნიტეტს. დიდი რაოდენობით გამოზრდისას ეფექტურია ღრმა საფენის სისტემა. სწორად მოწყობილი საფენი ინარჩუნებს სითბოს, ამცირებს დაავადების რისკს და ქმნის ჯანსაღ გარემოს. 1 კვადრატულ მეტრზე ოპტიმალურია 10-15 წიწილის განთავსება. კვლევების მიხედვით
მიხედვით, ვერტიკალური ფერმების გლობალური ბაზარი 2030 წლისთვის 7-ჯერ გაიზრდება და $37 მილიარდ გადააჭარბებს. ყველაზე სწრაფად ეს სექტორი ჩრდილოეთ ამერიკაში ვითარდება, სადაც მსოფლიო ბაზრის თითქმის 40%-ია და ზრდის ტემპი წლიურად 25%-ს აჭარბებს. ვერტიკალური მეურნეობა ნიშნავს მრავალსართულიან სივრცეებში კონტროლირებად კლიმატში, მცენარეების მოყვანას 24/7-ზე განათებით. აქ დიდი როლი აქვს ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც აკონტროლებს ტემპერატურას, სინათლეს, წყალს და მცენარის ზრდის ყველა ეტაპს. ასეთი სისტემების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ჰიდროპონიკაა. მეთოდი, როცა მცენარე იზრდება მიწის გარეშე, ინერტულ მასაში და ყველა საჭირო საკვებს იღებს ზუსტად დაბალანსებული ხსნარიდან. ჰიდროპონიკა ეფექტურია, რადგან მცენარე ენერგიას აღარ ხარჯავს საკვების ძებნაზე და მეტ ძალას უთმობს ზრდასა და მოსავლიანობას. შედეგი არის უფრო სწრაფი განვითარება, უკეთესი ხარისხი და მეტი მოსავალი. ამასთან ეს მეთოდი 70-90%-ით ნაკლებ წყალს იყენებს და ამცირებს გარემოს დაბინძურებას, რადგან სასუქებისა და პესტიციდების გამოყენება გაცილებით კონტროლირებულია. მიუხედავად მითებისა, ჰიდროპონიკა არც ახალი და არც არაბუნებრივი ტექნოლოგიაა. ის შეიძლება იყოს როგორც ძალიან მარტივი, ისე მაღალტექნოლოგიური და სრულად ავტომატიზებული. თავარი კი ის არის, რომ ეს მიდგომა გვაძლევს შანსს ვაწარმოოთ მეტი საკვები, უფრო სტაბილურად, უფრო ეკოლოგიურად და მომავლის ქალაქებისთვის ბევრად უკეთ მორგებულ პირობებში. ბროკოლი, იგივე სატაცურა კომბოსტო, წარმოშობით სამხრეთ იტალიიდანაა და ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეხუთე-მეოთხე საუკუნეებში მიიღეს სახალხო სელექციით. დღეს იგი ფართოდ მოყავთ საფრანგეთში, კანადაში, აშშ-ში, იაპონიაში და სხვა ქვეყნებში. კვებითი ღირებულებით ბროკოლი ყვავილოვან კომბოსტოსაც კი აღემატება. ამცირებს ათეროსკლეროზისა და თირკმლის დაავადებების რისკს და იცავს მძიმე მეტალებისა და მავნე ნივთიერებებისგან. ბროკოლი სინათლისა და ტენის მოყვარული მცენარეა და საუკეთესო შედეგს იძლევა ნაყოფიერ, კარგად დატენიანებულ ნიადაგებზე. pH-ი 6.5-7.5 მიათელი. ის საკმაოდ გამძლეა როგორც სიცხის, ისე სუსტი ყინვების მიმართ, ხოლო ოპტიმალური ტემპერატურა 16-20 გრადუსი ცელსიუსია. მოყვანა შესაძლებელია როგორც თესლით, ისე ჩითილით. საადრეო მოსავლისთვის იყენებენ ჩითილს, რომელსაც გადარგავენ 4-6 ფოთლის ფაზაში. დარგვის სქემა დამოკიდებულია იმაზე, გვინდა ძირითადი თავი თუ გვერდითი ამონაყრები. მოვლა მოიცავს რეგულარულ მორწყვას, გაფხვიერებას, მულჩირებას და პერიოდულ კვებას. მოსავალი მიიღება გადარგვიდან საშუალოდ 60-70 დღეში. თავი უნდა მოიჭრას ბუტონის გახსნამდე, რადგან აყვავებული ყვავილები საკვებად უარგისია. მცენარე იძლევა მეორე მოსავალსაც, გვერდით ამონაყრებს, რომლებიც დროულად უნდა მოიკრიფოს. ჯონჯოლი არა მხოლოდ ტრადიციული ქართული დელიკატესია, არამედ პერსპექტიული სასოფლო-სამეურნეო კულტურაც, რომლის სამრეწველო გაშენება საქართველოში სულ უფრო აქტუალური ხდება. სწორედ შერჩეული ადგილი და აგროტექნიკური წესების დაცვა ჯონჯოლის წარმატებული წარმოების მთავარი წინაპირობაა. ჯონჯოლის ბაღის გაშენება რეკომენდებულია ზღვის დონიდან 200-1000 მეტრამდე ზონაში. იგი კარგად ხარობს ზომიერ კლიმატში და ნაკლებად მომთხოვნია ნიადაგის მიმართ. თუმცა საუკეთესო შედეგს იძლევა ნოყიერ, ტენიან, კარგი სტრუქტურის მქონე ნიადაგებზე, განსაკუთრებით შავ მიწასა და რუხ ყავისფერ ნიადაგებზე. ბაღის გაშენებამდე აუცილებელია ნიადაგის ღრმა დამუშავება, 35-40 სანტიმეტრი და ორგანული სასუქების შეტანა. დარგვისას უპირატესობა ენიჭება 1-2 წლიან ჯანმრთელ ნერგებს, კარგად განვითარებული ფესვთა სისტემით. ყველაზე გავრცელებული სქემაა 3x4 მეტრი, რაც უზრუნველყოფს სინათლისა და საკვები ელემენტების ოპტიმალურ ათვისებას. დარგვის შემდეგ რეკომენდებულია წვეთოვანი მორწყვა. ჯონჯოლის მოვლა მოიცავს ნიადაგის გაფხვიერებას, განოყიერებას, ზომიერ გასხვლას და სარეველებთან ბრძოლას. მცენარე იშვიათად ავადდება, რაც მას განსაკუთრებით მიმზიდველ კულტურად აქცევს მცირე მეურნეობებისთვის. სწორად მოვლილი ჯონჯოლის ბაღი სტაბილურ მოსავალს იძლევა და მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს ქმნის.
იცოდი რომ მატყლის მულტში დღეს სულ უფრო პოპულარული ხდება? ითვლება როგორც ეკოლოგიურად სუფთა და ნელა მოქმედი ბუნებრივი სასუქი. მისი მთავარი პლუსი ისაა, რომ მიწის ზედაპირზე დადებული მატყლი ამცირებს ტენის აორთქლებას, ნიადაგი უფრო დიდხანს ინარჩუნებს ტენიანობას და მცენარეებს ნაკლებად სჭირდებათ ხშირი მორწყვა. ამავე დროს მატყლი ბლოკავს სინათლეს და სარეველების ამოსვლას საგრძნობლად ამცირებს. მატყლი შედგება კერატინისგან და ნიადაგში ნელა დაშლისას ეტაპობრივად გამოყოფს საკვებ ელემენტებს, განსაკუთრებით აზოტს, ასევე გოგირდსა და სხვა მიკროელემენტებს. ამიტომ მას ხშირად ორში ერთში პროდუქტად მიიჩნევენ, მულტშიცა და სასუქიც. სწორედ ამ თვისების გამო უცხოეთში პოპულარულია როგორც ნედლი მატყლის ფენად გამოყენება, ისე სპეციალურად დამუშავებული მატყლის გრანულები. გამოყენების წესი მარტივია. ნედლ მატყლს მიწის ზედაპირზე აფენენ დაახლოებით 3-5 სანტიმეტრის სისქის ფენად, ღეროსთან ცოტა დაშორებით, რომ ზედმეტმა ტენმა მცენარე არ დააზიანოს. გრანულებს კი ან ზედაპირზე აყრიან და მსუბუქად ურევენ ნიადაგს, ან დარგვისას ორმოში ამატებენ და შემდეგ რწყავენ. ყველაზე ხშირად მატყლის მულს იყენებენ პომიდორში, კიტრში, გოგრაში, წიწაკაში, ლობიოში, ასევე ხეხილში, ბაღის მცენარეებსა და ყვავილებში. შედეგი: ნაკლები სარეველა, უფრო სტაბილური ტენიანობა, ნელა და თანაბრად მიწოდებული კვება და ჯანმრთელი ნიადაგი. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის.